Ამ წუთებში საკონსტიტუციო კომისია დასკვნით სხდომას იწყებს, რომელზეც კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტს უყრიან კენჭს. სამთვეში შემუშავებულ დოკუმენტს მხარს არ უჭერს ოპოზიცია და კენჭისყრაში მონაწილეობას არ გეგმავს არასამთავრობო ორგანიზაციებმა კი ალტერნატიული წინადადებები წარმოადგინეს. ძირითადი საკითხები, რაზეც კონსენსუსი ვერ შედგა, საარჩევნო სფეროს ეხება, ეს არის გადაუნაწილებელი მანდატები, ბლოკების აკრძალვა და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების გაუქმება. ნატა მახვილაძე გვერდთვება ამ თემით პირდაპირ ეთერში. ნატა, დაიწყო თუ არა უკვე საკონსტიტუციო კომისიის სხდომა? საკონსტიტუციო კომისიის სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება. ჩვენი ინფორმაციით 10 წუთიან მოხსენებას გააკეთებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. ის შეაჯამებს კომისიის სამთვიან მუშაობას. ოპოზიციიდან არავინ არ იმყოფება კომისიის სხდომაზე. ჩვენი ინფორმაციით სულ ცოტა ხანში კომისიის სხდომას დატოვებენ ლეიბორისტებიც. სულ ცოტა ხნის წინ გიორგი გუგავამ გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ის კომისიაზე გააკეთებს განცხადებას და ბოიკოტს გამოუცხადებს კომისიის მუშაობას. ვინაიდან კომისიამ არც ერთი მოთხოვნა არ გაითვალისწინა, რაც ოპოზიციონერებს გააჩნდათ. უგულველყოფილია ხალხის ნება, რომ უშუალოდ პირდაპირი წესით აერჩიოს პრეზიდენტი, ადგენენ ისეთ წესს საპარლამენტო არჩევნებისა, სადაც შესაძლებელი იქნება მანდატების მოპარვა, ქართველ ხალხს ართმევს სოციალურ გარანტიებს, განათლების, ჯანდაცვის, დასაქმების, ასევე აკანონებენ უცხოელებზე მიწის გასხვისებას. ამდენად მე პროტესტის ნიშნად არ მივიღებ მონაწილეობას კენჭისყრაში, ბოიკოტს გამოუცხადებ და სრული პასუხისმგებლობა აქედან გამომდინარე დაეკისრება მართველ ძალას. მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ბოიკოტი მაშინ, როდესაც კომისიის სხდომა მუშაობა დაასრულა, არაადეკვატურია. ისინი პასუხისმგებლობას იღებენ იმ დოკუმენტზე, რომელიც გამოქვეყნებულია პარლამენტის საიტზე. ამ დროს აცხადებენ, რომ დღევანდელი სხდომა არის პირველი ეტაპის დასრულება, ვინაიდან მომავალი კვირიდან უკვე იწყება საყოველთაო განხილვები და ისინი სხვადასხვა შეთავაზებებს ელოდებიან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის. მნიშვნელოვანი არის, რომ პარტიას უნდა შეეძლოს, გამარჯვებულ პარტიას უნდა შეეძლოს და აკომპლექტოს მთავრობა, ესე რომ სამთავრობო კრიზისი არ შეიქმნას. ყველა არჩევნების აზრი არის იმაში, რომ არჩევნების შედეგად დაკომპლექტებს მთავრობა და მთავრობა მიხედოს ხალხს და მიხედოს ქვეყანას. და თუ ჩვენ გვინდა, რომ ევროპის ქვეყნებივით რაღაცა რამდენიმე თვიანი სამთავრობო კრიზისები გქონდეს, ჩვენ ამის უფუნების უფლება არ აგვაქვს. ის რაც იტალიაში ხდება, რაც ბელგიაში ხდება, იქ გამართული ეკონომიკის პირობებში შეუძლია იმ ქვეყნებს, რომ თავისთავად ამის უფლება მისცენ. ეს კიდევ არის შანსი, რომ ამ საკითხზე მოვისმინოთ თონადი არგუმენტები და ჩვენ ყოველთვის ამას ვამბობთ, რომ გადაწყვეტილებებს ვიღებთ საფუძვლიანი არგუმენტების საფუძველზე. თუ რომელიმე საკითხთან დაკავშირებით რა ახალ საფუძვლიან თონად არგუმენტს მოვისმენთ, უნებრივია შეიძლება გადაწყვეტილება შეიცვალოს. მაგრამ ჯერჯერობით ესეთი არ ყოფილა. ნახოთ დაველოდები რა შემოთავაზებებზეა საუბარი, ზუსტად არ ვიცი სიმართლე გითხრათ, ამიტომ მოვისმენთ და იქიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება. დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობას იღებენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები. ცოტა ხნის წინ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა გააკეთეს შეთავაზება, მათ მმართველ გუნდს შესთავაზეს საარჩევნო სისტემის საკუთარი ვარიანტები. ვარიანტი პირველი ითვალისწინებს 3%-იან ბარიერს, ხოლო მანდატებს პროპორციულად გამარჯვებული პარტიისთვის მცირედი უპირატესობის მინიჭებით ანაწილებს. ვარიანტი 2 უფრო სტაბილურობის ინტერესისკენ არის გადათვლილი და 3%-იან ბარიერთან ერთად ითვალისწინებს გაუნაწილებელი მანდატებიდან იმდენის არჩევნებში გამარჯვებული პარტიისთვის მიკუთვნებას, რამდენიც მას სჭირდება საკუთარი შემადგენლობის 80 დეპუტატამდე შესავსებად. დარჩენილი მანდატები პროპორციულად გადანაწილდება სხვა პარტიებს შორის. ჩვენს მიერ შეთავაზებული ორივე მოდელი არის რეალურად დემოკრატიული, სამართლიანი, არ უხვევს იმ ძირითად და ფუნდამენტურ პრინციპებს, რასაც კარგი პრაქტიკა და საერთაშორისო დემოკრატიის პრინციპები ითვალისწინებს. დღეს არის რეალურად შესაძლებლობა იმისა, რომ ძალიან სერიოზული შეჯიბრი გაიმართოს ორ მოსაზრებას შორის. ჩვენ ვთხოვდით და მოვუწოდებით კომისიის ყველა წევრს, რომ ამ ერთ საკითხზე კენჭისყრაში მაინც მიიღონ მონაწილეობა. სამწუხაროა, რომ პოლიტიკური პარტიები და ამ შემთხვევაში მმართველი პარტია არ ფიქრობს მომავალზე, იმიტომ რომ ეს პარტია ყოველთვის მმართველი შეიძლება არც იყოს და შესაბამისად არ შეიძლება ქვეყანაში არსებობდეს ისეთი სისტემა, რომელიც ფაქტიურად ძალიან დიდ წინაღობებს შეუქმნის პოლიტიკურ პარტიებს იმისთვის, რომ
მათ კონკრეტული შედეგი დადონ და კონკრეტული მანდატები მიიღონ და პროპორციულად მიიღონ ეს მანდატები საქართველოს პარლამენტში. აქედან გამომდინარე ჩვენ კიდევ ერთხელ ვაძლევთ შანს მართლ პარტიას რომ დაფიქრდეს. ვენეციის კომისიასთან ცხადია ჩვენ გვექნება პერმანენტული კომუნიკაცია, ჩვენს წარმოდგენილ ვერსიებს და ჩვენს დაცაბუთებას ცხადია ჩვენ მათ გაუგზავნით. ჩვენ შევთავაზეთ ორი ვარიანტი. პირველი ეს არის ყველაზე უფრო მისაღები ვარიანტი ჩვენთვის და ითვალისწინებს ბარიერის 3%-მდე დაწევას, ხოლო დარჩენილი მანდატების პროპორციულ განაწილებას. ბლოკები ამ მოთხოვნაში რჩება აკრძალული. ანუ ბლოკების დაშვებას ეს ვარიანტიც არ ითვალისწინებს. მეორე ვერსია არის შედარებით კომპრომისული ვერსია, ითვალისწინებს 80 მანდატამდე შევსებას 3%-იანი ბარიერის პირობებში გამარჯვებული პარტიისთვის და დარჩენილი მანდატების შემდეგ პროპორციულ გადანაწილებას იმისთვის, რომ მან კაბინეტის დაკომპლექტება შეძლოს. კომისიის ხდომას ესწრებიან იუსტიციის მინისტრი, ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მათ მედიასთან წინასწარ განცხადებები არ გაუკეთებიათ. კომისიის ხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება და ის დღის ბოლომდე გაგრძელდება. მადლობთ ნატა, ეს ნატა მახვილაძე იყო.